სალამი მედანეებო, სალამი ბატონო გიორგი, ბატონო მიხეილ. ტრადიციულად მოგესალმებით ჩვენი რუბრიკით ბაცრი დისკუსიები და სანამ საუბარს დავიწყებდე, ხაზგასმით გთხოვთ. გამოიწერეთ რა. ხელის ჩამოვართვათ ერთმანეთს. მოგესალმებით. თქვი, რა თემაა? დღეს მოკლედ აბაროტი უნდა აუღო ბატონ გიორგის და ჩემი განყუთვა არის ძალიან რო არ დაგაბნიოთ, გეტყვით რომ მედანის ასორტიმენტში დიდი ასე ვთქვათ შევსება მივიღეთ და ამ შევსებიდან ხა მართლა ბევრი იყო და რო დამეწყო მიმოხილვა ერთი გადაცემა არ გვეყოფოდა. ამიტომ შევარჩიეთ ჩემი სუბიექტური გემოვნებით 10 დანა, რომელიც გიორგის არ უნახავს ესე აგერ აქ არის, ამ ყუთში არის და ეხა დემონსტრაციულად მე ყუთს გავჭრი. მე გაძლევ ესე დავალებას რომ უნდა მაყიდინო ეგდანა. ხო, მაყიდინო ისე უნდა მომაწონო ეხლა ხო? ფას არ დაგიკლებ ეგ. ფასი არ დამიკლებ. ეგ ფაიზაღია. Wall Street-ის მგელში რო არის ეს მოგამახსენე ხო? პასტას რო დაუდებს და პასტა მაყიდინ მომყიდო. მაგაც უდათ რო დაამთავრა ხო იცი მე. რომელმა პასტიანმა თუ მე. გელმა. ვითო, თუდა დაამთავრა? აა ვიცი. მოდი. გამოწერილი კი მყავდა ისე Twitter-ზე. მოდი აი ესე მინდა. მაიტა, რა ჩამოვიდა ერთი. კაი, აი ამით დავიწყოთ. მიდი. მომყიდე. ო, დოზიერი. ამით დავიწყოთ და ეხა თან გზა და გზა მოკლედ კაბარი. ნუ კაბარი ისეთი ბრენდი არის, რომ რა ვიცი, ალბათ ერთი 10 წუთიანი ვიდეო ცალკე მაინც უნდა ჩაწერო, იმდენად საინტერესო ისტორია აქვს და თვითონ სახელი საიდან წამოვიდა თუ გაქვს შენ ეგ ინფორმაცია რომ ეხლა დავფიქრე კაბარის დანებით რატო არ გვაქვს ანუ ხო ნუ კაბარის სახელი არის ესე რომ მოკლედ მათი წარმოების მანამ სხვა რაღაცა ერქვათ რა და მათი წარმოების დანა როგორც მახსოვს ესკიმოსი იყო ან მოკლედ ალიასკის ბინადარ ადამიანს მიყიდეს და იმ დანით მოკლედ ამ კაცმა მოკლა დათვი და მადლობის გადასახადად წერილი მიწერა რომ მაგდანით I kill a bear რა და ეს წერილი დასველდა და ასოები არ ჩანდა და რაც დარჩა კაბარი ნუ ესეც ლეგენდა არის საინტერესო მაგრამ კაბარი არის ამერიკული მართლა ლეგენდაა რა და ეხა მოდი ამ კონკრეტულზე ჩართული მოქვს ხო? კაი მიდი მე დიდი ხანი მინდოდა რომ ეს დანა ყოფილიყო ჩვენ ასორტიმენტში ძალიან გამიხარდა შენ ქონდა სიაში? სიაში მე მქონდა და გამიხარდა იმიტომ როგორ მაგასაც აგიხსნით რა სიას ვაკეთებთ ხოლმე ბატონი გიორგი რა თქმა უნდა ცენზორი დაჯდება გადახაზავს გადმოხაზავს და ეს 60 დანას დამეტოვებს ხოლმე ეს რატო ჩამოვიტანე ერთ ვერ ვუსწრებ ალბათ სახელები მოდი აბა ერთი წუთი ჯერ გახსენი რაღაცეები ქენი და მე გეტყვი ფასზეც მოდი დავიწყებ ფასით რა ანუ კაბარის დანა არის და ღირს 120 თუ 125 ლარი რა უხსნი ორი ხელით იხსნება აბა შეცალი ხელით მანახე შარიანი კაცი ვარ ნო არა ეხლა წავიდა რა გაჭედილი იყო პირველი კითხვა არის რომ უნდა მითხრა ამ დანიდან გამომდინარე ამ დანას რა დანა გავს რომელიც არის ძალიან პოპულარული აუ რა დავალება მომეცი ახლა გვაქვს ეგ დანა ჩვენ? კი გვაქვს რა რაღაც კოლსტილებისკენ ვარ თუ არა აბა მეგობრებო თქვენს შეხედეთ და მინიშნება არის რომ კოლსტილი არის ჩინური ბრენდი კოლსტილი ჩინური ბრენდი? არა კოლსტილთან არაფერ კავშირში არ არის ჩინური ბრენდის არის ის დანა რომელიც ძალიან პოპულარულია აი ულტრა პოპულარული მოდელი არის მოდიფიკაციებიც მე ბევრი იგივე ჩამკეტით? არა ჩამკეტი აბსოლუტურად მოკლედ რა მითხარი ხო კაი ელემენტუმია ბიჭო ელემენტუმი არა ჰოლოგრაინდი ფირმა თავიდან ბოლომდე აქვს ელემენტუმს გაუმჯობესებული EDC ფორმატში რა ეს დანა აი კარგად ეხა და შენ დაკვირვება თუ იწერება რომ დაკვირვება ჩემია კაი გულწრფელად და მე დავიწყე უკვე კითხვა მაგ საკითხთან დაკავშირებით და მოკლედ მარტო ჩემი დაკვირვებაც არ ყოფილა რა აღმოჩნდა. ამდანის დანიშნულება. კაი, მოკლედ გულწრფელად მე აი იმას მონტაჟივით ბატონი ლუკა დაადებს გამოჩნდება ესეც და ელემენტუმიც ერთად და პირის ფორმას დააკვირდით. დაშვებები აქვს იდენტური ან ჰოლოგრაინდია ისიც ესეც ეს უფრო ბიუჯეტური ვერსია არის და დანიშნულება ეს არის დამხმარე დასაკეცი სანადირო დანა. თუდან არ არის ფასი რა თქვი მიახლოებით 120 თუ 125 ლარი
125 ლარი. ტაივანშია წარმოებული, ჩინეთი არ არის. კაიდან არის? კაბარი არის, კლიპს აქვს, აქიდან, იქიდან, ამოფრეზილი. ფოლადი არ აწერია. ფოლადი არის 420 J2. 420 J2. არა, 420 ჰაი კარბონი, ბოდიში. ჰაი კარბონი J2 არის. შაიბები არის. არა, მშვენიერი. სუბუქი. ხო, ნუ რა გითხრა? აბას არ ვიყიდე. კაიდან არის ეს? სხვას გაუწევ რეკომენდაციას. არა, მე არ მქონია ეგ ხა შენ დაამატე რომ მაყიდინე დანაო, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ პირობითად კონკრეტული რაღაც სიტუაციები ვიცი რომ ვიყიდი კი არა და მინდა ეს დანა რომ ვიქონიო. ხო, აი განზოს ფასი არის, ხო? განზოს ფასი არის და ბობ დოზიერია რა და აი მარტო იმიტომ რომ აი ბობ დოზიერი აქვს, მაგიტო ვიყიდი 120-ს გადავიხდი. მოკლედ, კაიდან არის? მართლა კაიდან არის და რაოდენობაში სამწუხაროდ ბატონმა გიორგი როგორც სრულებს არ დამიჯერა და ცოტა. ამიტომ თუ გინდათ იჩქარეთ. ნუ ეხა იმას ნუ კაი, ხო, გალესილი არ უარგა. გალესავ მე რა პრობლემა. აი ნაჯახივით არის გალესილი. რა პრობლემა, გალესი. ხო, მაგრამ გადაილესება. hollow grind-ი არის, შიდა ლინზა არის. კი, მშვენიერი სამუშაო. ბევრი 120 ლარიანი დანაიცი შიდა ლინზაზე. ეხლა ესე ვერ ვიხსენებ. განზო არ არის ერთ-ერთი. განზო არ არის არც ერთი. არ მახსენდება. მეც არ მახსენდება. კაი, მშვენიერი დანა არის. ყოჩაღ მიხეილი. მადლობა, ანუ რაც კაია, ხო ხედავ, ჩავმაქვს და რო არ ჩავმაქვს ისინი ტყულა არ ჩავმაქვს მიხეილი რო იცოდე. არა, ხა მაგაზე არ ვიძახი არაფერს. კაი, მოდი ეხა ერთდროულად, არა. კაი. იდეაში ეს ბოლოს უნდა მე გამეძრო, მაგრამ არა უშავს. ზეტე ეხა რა ხდება რა? მივიღეთ ძალიან ესეთი ზეტე არის, მე მიყვარს განსაკუთრებულად რა. ბატონ გიორგის მიაჩნია რომ მე გადაფასებული მაქვს ზეტე. და მე ზეტე იმიტომ კი არ მიყვარს რომ ზეტეს რაღაცა საოცარი ფინიში აქვს და საოცარი მაშინინგ ქართულად როგორ არის ანუ დამუშავება იმის მასალების მაშინინგი fit and finish თუ რომელს ეძახი აი რომელს ვიძახი და ხო რა დამუშავება რა რითის პირობითად ისა რა ქვია კრიმს მორვარი და ჰოლტი გამორჩეული მაგას გულისხმობ მაშინინგში ხო და ახლა ეს კონკრეტული დანა ილსებიც მაქვს ამ დანაზე ჩაწერილი დოლიც მაქვს დაკრული გარმონიც და შენ კი არ გიყვარს ეს კაცი მაგრამ მე მაგრად მევასება რა მაგაზე ხომ აქვს ნათხოვნი მიზეზი 562 არის და მაგრამ არის განახლებული არ ვიცი განახლებული ფოლადი არის ხო არაფერი და 20 სივი 20 სივი განახლებული როგორ იქნება? სივი ძველი. აი ძმა, მაგნაკუტუც გააძრეს. კაი? არ ცოდი მაგნაკუტუც. კი ბატონო, და სოთაშორის ცოტაა გამშვებული და მე ძალიან გამიკვირდა რომ მოვახერხეთ და გვაქვს ეს რა, იმიტომ რომ ბევრ ძალიან დიდ მაღაზიას არ აქვს. ვა, მაგნაკაძე თუ იყო არ ვიცოდი. მაგარი დანა გაეცრო. ხო და წინაზე რაღაცა ამაზე ცალკე მაქვს ვიდეო ჩაწერილი, შეიძლება ჯგუფის წევრებს ნანახი აქვთ და აი ერთი უნდა მოიცადე. აუ დაკეტილია ეს. გასაღები მათხოვე ლუკა რა. აი ლუკა მაგნახე. სულ ერთი წამი. ეს ლურჯი რაღაც შეუცვლიათ მიხე. უნდა შევადარო. რაღაც შეუცვლიათ. ეს დანა რო იცოდე შენ შემთხვევით არის მედანეში. მართლა? კი. ეხლა თქვა რაღაცა თქვა. 20 სივიც გვაქვს და თუ გინდა მოგცემ. არა, მაგას არ ვიძახი. ნუ ადგილის პრობლემა გვაქვს აქ ხო როგორც იცი რა და ადგილის პრობლემა რო გვაქვს ზეტეები სამწუხაროდ შევავიწროვეთ და მაგით ვაღმოჩნდა იქით, თორე ეხლა შენ ამით რა სიზახი ხარ მედანეს იმას მიკნინებ თუ რა ვერ გავიგე მე ეს არის ჩვენი პრემიალური კი ბატონო ხო პრემიალური დანა არის ნუ უბრალოდ ზეტეს ბრენდი შევავიწროვეთ რა ეს არ ჩამოსულა ეხლა მაგრამ ერთ-ერთ ვიდეოში ვიძახდი რომ ზოგადად არის შესრულება ისე რომ ანატომიური სამი თითი ჯდებოდეს კაი ოსტატების გამოცი ეგ ამბავი რა არ არის იული საქმე რომ აი ეს სამი თითი და არსად არაფერი არ გეკვეტებოდეს უბედურად რა. ერთი ეს დანაა, რომელზეც იდეალურად ხვდები აი ამ ნამუშევარს და მეორე ეს დანაა. თუ ვინმეს გააქვთ ინფორმაცია, რომ აი ამ დაგვარი ანატომიის დანები კიდე არსებობს, რომელიც ხელში ძალიან კარგად შევდება, კომენტარებში თუ გვეტყვით, კაი იქნება. მიხეილ, ეს ძალიან მაგარი დანა არის. მე გეტყვი, რომ დაჟე
ჰინდერერის ნამუშევრებსაც შეიძლება მერჩინოს რაღაც მომენტში მოდიფიკაციებზე მაქვს საუბარი, უბრალოდ ძალიან მაგარი მოდიფიკაციებით, ტიტანებით და რაღაცეებით ისინი ხომ, მაგრამ უბრალოდ მოდიფიკაციებით რაც შემხვედრია, ZT-ს შესრულებით იმდენად კარგად ასრულებს ამ მოდელს, რომ მე სიმართლე გითხრა, რაც მქონია შეხება ამაზე ექსტაბეჯლიო რჩება ხოლმე. ეს ძალსახად მაგარი მოდელი არის. ხო და ესეც შეგიძლიათ შემოკარგებო მობრძანდეთ და როგორც ჩვენ საიტზე, ისე ჩვენ ფილიალში კაიდან მოგიგროვებიათ იქით? ხო და აბა ეხლა ეს დამეხმარე ბატონო გიორგი. მაიტა. არ ვდებთ ხო უნდა გადავიღოთ, უბრალოდ გვერდზე გადავდოთ. ეს კარბონი გირჩევნია შენ თუ ტიტანის ვერსია? თავიდან მერჩივნა კარბონის ვერსია. კარგი. და მაგრამ რატომ მერჩივნა, იცი? ანუ რაღაცა ადრე მომწონდა, როდესაც ერთი მხარე სხვა მასალა იყო და მეორე სხვა, იმას ხო უკანა ტიტანი აქვს, მაინც ფრეიმი. და მაგრამ მე საბოლოო ჯამში რაც ცოტა ანოდირებებში რაღაცეები, ანუ ტიტანი ყოველთვის უკვე მაინტერესებს რა. ნუდისტები ტიტანის შემიყვარდა. ტიტანის კი ხარ. ხო, ან მაგარი დონის დამუშავება რა ტიტანზე, ანუ აი საშუალო დამუშავებას მირჩევნია, რომ ან იყოს ნუდისტი, ან მაგრად დამუშავება. ალბათ ერთ-ერთი მოდელია, რომელზეც ახლა ესე ცალსახად ვერ ვიძახი, იმდენად მომწონს ამისი კარბონიც. ძალიან კაი კარბონი აქვს, თან კაი დამუშავებით. კარგი. მოდი. აიდა. ორი მოდელი არის აქ CJRB-ს. Prado. ხო და Prado-თი დავიწყოთ. Prado-თი დავიწყოთ. არ მინახავს. CJRB ჩვენმა ასე ვთქვათ, მაყურებელმაც და მომხმარებელმაც იცის. ერთი ამბავი ის არის, რომ ნელ-ნელა CJRB-ს ემშვიდობება აი ამ კარგ შეფუთვებს, ну, სამწუხაროდ, მაგრამ ამას ტოვებენ. ჯერჯერობით და CJRB მაშინ ითქვას, რომ კაიზერმა ცოტათი გააუბრალოვა შეფუთვები. კი, ну, ფასების ზრდა აშკარად, ანუ ლოგისტიკური ხარჯები ესდებათ, იქ ის ესდებათ და რო არ უნდათ რომ გაზარდონ რაღაცის ხარჯზე, ну, შეფუთვაზე დაზოგონ და ასე შემდეგ. ეს არის Prado მოდელი, რომელიც ჩემი დაკვირვებით არის ბატონი Ray Laconicos შესრულებით ტაქტიკურ ტიპში გადაწყვეტილი IDC და მინდა რომ შეაფასო. Ray კაიკაცია Laconico. ესეც 200 ლარამდე არის ეს დანაც. ძალიან მომეწონა. შვენიერდან არის Laconicos მომწონს, სახელიც მომწონა Prado. ყავს მე Prado. კი ბატონო, ბევრს ყავს თან Prado ხა, ისეთი მანქანაა. სიმართლე გითხრა, მომიდა რომ მანქანასთან ერთად დანაც იგივე მქონდეს. ეს დანა მომწონს მიხეილ, სიმართლე გითხრა, შესრულება ნორმალური აქვს. აქსის ლოკი ძალიან კაი შესრულებით არის. ფოლადზე ამის რისი ანალოგია ესა კი ძახი მხნილოვანი არის, მაგრამ ეს არის 9 ხმოვანი მოლიბდენის მხნილოვანი ვერსია, კი ბატონო. კაი. ну, CJRB-ები მიყვარს, სიმართლე გითხრა, მე ძალიან მაგარ დანებს ასრულებენ და პირიძე ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ესეც ძალიან კაი დანა არის. კაი, თხელი ისეთი დაშვება. ну, Laconico რა, Ray Laconicos დანებს მიაქციეთ ყურადღება, მეგობრებო, არ აქვს მნიშვნელობა ამისი იქნება თუ სხვა იქნება, მე სიმართლე გითხრათ, ძალიან მაგარი დიზაინერი არის და მაგარ დანებს აკეთებს და ეს ძალიან მსუბუქი არის, მიხეილ, ესეთი ჯიათი და ძალიან კაი ზომა აქვს. აი, ესეთი ჯიათი CJRB-ს არ ქონდა ხოლმე რა, ესეთი რა, ცეპკი რა, როგორ ქართულად ცეპკი და Cold Steel-ს და Spider-Cos მამონებს. კი ბატონო, просто ღრმა კლიპსა, ჯიბეზე იმალება. აბა ჩაიდე ჯიბეში. ნახე ერთად. აბაც. უცბად. შამახედე? დანა არ ჩანს. ბოლომდე. შვენიერი. არა, ცოტა საუბრეხავდი წყვეს. ჯინსებზე უჭირს ჩასულ. ჯინსებზე უჭირს. ჯინსებზე ცოტა უჭირს. ну, ეგ პრინციპში მოჯდება. მოჯდება. კაი, ძალიან კაი მოდელია. დავდეთ დროებით ეხლა Prado იქით ამხარეს ბატონო გიორგი და აი ახალ შეფუთვას გაჩვენებ ეხლა რომელიც ისეთი ეფექტური ვეღარ არის. სიმართლე გითხრა, ამ დანას ვერ ვერდებ, იქით ისე მომეწონა. კაი, მითი. შენ კარგად ხსნი ხოლმე, გასახსნელია. აჰა, პარი მამით გავხსნი. კი ბატონო. ეს უკრიდან რო იღებ ხოლმე ეს ხო რა, რაღაცა ზოგადად. unboxing-ში მჯობნი ხარ რა ზმაო რა. განუყუთვაში, კი ბატონო. ჩანთები ქონია. ჩანთა არცად არ მიდის, რჩება უბრალოდ, ну, ეს მუყავს სქელი ყუთის მაგალითად მუყავს თხელი ყუთი. როგორი გითხება? შალე. შალე. აგერ
შალე ეს არის ჩემი აზრით ყველაზე ეფექტური ბიუჯეტური დანა რაც მე მინახავს. არა, მაგარ სისფერი და პორტოხლისფერი ესე თუ უხდებოდა ერთმანეთს არ მეგონა ძმაო. მე მომწონს. ძალიან მაგარ ფერებშია. ის გამახსენდა ახლა ისევ არა მაქვს ხო აქ. მავერიკი კი არა, ტაქტაილი. როკოლიკი ზუსტად იგივე ფერებშია. ძალიან მაგარი ბრენდი გახდა CJRB. თუ მანამდე ესეთი იყო. არ იყო, არ იყო, მანამდე უშვებდნენ მოკლედ. დაიხვეწნენ მაგრად რა. შვილობილმა რომ დედა კომპანიას აჯობა გაყიდვებით, თან მაგრად. ხო, არტიზანზე ბევრად პოპულარულები გახდნენ CJRB. ახლა იცი რაზე ვიფიქრე? CV-ვისაც მირჩევნია მეთქი რაღაცა მომენტში ახლა. აბა, მე ხა CV-ვიც მოდის რიგში და აკაკრას შევადაროთ, აბა. შევადაროთ. ეს ჩამკეტები ძალიან კარგი არის. კი ბატონო, ამათი არის crossbar lock-ი ამ შემთხვევაში. ნუ ყველამ გაიგდო ეს ჩამკეტი მექანიზმი, ახლა იმას Microtech-მა დაარქვა RAM lock-ი, ხო? Microtech-მა RAM lock-ი, იმან რა ქვია, crossbar lock-ი, იმან რაღაცა lock-ი და მოკლედ Axis lock-ი. Axis lock-ი Benchmade-ის, ნუ დარჩება მაინც ისტორიას, რომ 5-10 წლის მერე ესე რომ Benchmade-ის იყო თავიდან. მოდი კაი CV იყო CV. ოჩა მიხეილ კაიდანები მოგგროვებიათ. არა, მოდი CV-მდე ერთს გაჩვენებ, რომელიც აი მე პირადად უკვე დარწმუნებით ვიძახი, რომ CV-ს მირჩევნია. და ამ კომპანიას მე ვიცი რომ ბატონი გიორგი წამომყვება მაგ თემაში და გავზრდით ამ კომპანიის ასორტიმენტი, ოსტილის აზმაო. ეს რითი ხარ მოსული? ეს შენია? დიახ, ჩემი. ფერადი დანებით უკვე ფერების გამო გაქვს ეს დაყიდი თუ მოდელი მოგწევს? არა, ფერების გამო. ეს ფერების. კაი. აგე ვერ გავჭერი შენიდანით, გამიჭირდა. ფათაშორის რა? გამშარა ეგრე. ეხლა 5-ს უნდა ხევ ეხლა ჩემგანას უნდა. ხო, გავხსენდი. 5-ის ეფექტური. მეგობრებო, მიეძალეთ ფერად და ხალისიან დანებს რა. მე თვითონაც ვთვლობ რა ასორტიმენტი ფერადი დანების გავზარდო და ნუ მეტი სიხალისი მართლა მახალისებს გადაობის გარშემო და ვერთობი მაგრად რა. ეს შავი და ჩაშავებული და მუქი დანები, აი მე წინააღმდეგ ვარ, ყველანაირად ვერთები ხოლმე. კაი, ვოსტიდი. გამოვუში. კომპანია, რომელმაც ნუ აი არნახული პროგრესი განიცა და აი პაჩი მართლა ესეთი კაი ხარისხის პაჩი. მეორე პაჩი ზეთ, ძალიან მაგარი ფაუჩი. გაუმჯობესებიათ ჩანთები? ჩანდა, აი არ ვიცი, რა ვიცი. აჰა, მარკეტინგზე მუშაობენ. აი რა დანა. თუ რა ქვია შეფუთები. სასწაული დანა. ეს ხვანაირი ქორდი. აბარა. დამავიწყდა მაგ ჩამკეთს რა დაარქვეს, რაღაცა დაარქვეს. Pivot lock-ი? არა. რა, აწერია? არ აწერია, მაგრამ მოკლედ გამახსენდება რა ნაბიჯი. შენ მაქს კამს მოაჭყრიალებ. მიშა, სიმართლე გითხრა. ახ თუ ვანებული არა, ვარ. Vancor არის მისა რა ქვია. Vancor lock-ი, კი, Vancor lock-ია ეს. Vancor? კი, Vancor lock-ი. ახ თუ ხუზა რა, რო ვითომ ხუზასავით ჩადის რა და მაგით ქვია Vancor lock-ი რა. ძალიან მაგარი დანა გააკეთეს მიშა. და როგორ დიდულად გამოიყურება? წინა ვერსიებს მირჩევნია, წინა ვერსიებს ხვანაირად ქონდათ ჩამკეტი მექანიზმები და გამხსნელები, ამას მირჩევნია ბევრად სიმართლე გითხრა. და სხვა ის არის რა. აი ეს რა თქვი, ღუზა ქვია ამ ჩამკეტს? ხო, Vancor lock, Vancor ღუზაა რა და აი ნუ რითსაც ხო ქონა იმას მე მგონი pivot lock. იმათ pivot ხო, იმათ pivot lock. ძალიან სასიამოვნო დანა არის. ეხლა ვიფიქრე რომ 6 სანტიმეტრამდე თუ აქვს ამ პირიზა მეტია. ანუ 6 არის მჭრელი. კაი. ჩვენ და ხო ეგრე არ ზომავ. და პატარავებდა კაცი. ეგრევე გავზომე რა. დაკოდავდა კაცი პატარას და მშვენიერი გამოვიდა და ფოლადიც გვაქვს 14-28. კაი. ალუმინი ტარზე და აი დააკვირდით რა კარგი გახსნის, ანუ ფლიპერი არსად არ ჩანს, მაგრამ ფლიპერია და ფრონტ ფლიპერიც არის, ნუ არ ვიცი. ალუმინის დამუშავება გალტოვკა როგორ არის ქართულად. აი არის ძალიან ისეთი რა, აი შირშავი მატოვი რა. სიტყვები ტერმინები ხლა. ჩინელები ძალიან მაგრად ვითარდებიან და ძალიან სასარგებლო არის ეს ამ სფეროსათვის. იმიტომ რომ ეგეთი განვითარების ისტრაფი არ აქვს ამერიკულ ბრენდებს და სხვა ბრენდებს როგორც და აქ მე პატრონები ამერიკელები არიან.
კაი, მე რა. კი ბატონო. მაინც ჩინელები არიან, ჩინური ბრენდი არის და მე მგონია რომ ძალიან სასარგებლო რაღაც საკეთებენ ესენი რომ ესე აწვევიან კონკურენცია ამ სფეროში ჩემი. ვოსტიდმა ახალი მოდელები გამოუშვა და აი რა ვიცი რა იმ მოდელებსაც რაღაცა პერიოდის მერე ჩამოვიტანთ, თამამად ვიძახი რომ მაგ სეგმენტში საოცარი კომპანია დადგა რა. ოჩახ. ძალიან კაი შესრულება არის, ძალიან კაი აწყობილი არის. დაშილდა კაცი დაათვალიერებდა შინიდან ამას სიმართლე გითხრა. ისე საინტერესოდ არის აწყობილი. ბატონო, ესეც ამისი დიდი ვერსიაც ხო გააკეთეს? არა, ჯერჯერობით არ არის, მაგრამ უეჭველი იქნება, დარწმუნებული ვარ. და მივიდეთ CVV-ზე, ეს ცოტაც მეტო აქ. CVV-ის 3 მოდელი მოხდა ჩემ ათეულში. ანუ ეხლა CV მეწოდინება ეხლა. როგორი თემაა, იცი, CVV-ის მოდელები 20-მდე მოდელი ჩამოვიდა პრინციპში სიახლეების, მაგრამ გამიჭირდა, მაგრამ ნუ აი 3 შევარჩიე და უნდა დავიწყებ. მიდი. აი, დავიწყებ აბატონო ნეუროპატიკით. გასახსნელია, იმიტომ რომ გახსნილი რაც იყო, ფერადით ფილიალში დავალაგეთ. ეს დანები უკვე არის საბურთალოს ფილიალში და კი დღეიდან პრინციპში გდანის ფილიალშიც არის. ნუ დღეს გულისხმობ ჩაწერის დღეს. შემოგარგებო. ნეუროპატიკი, ვერ ვიხსენებ ამას, ჩემი ჩამოტანილია. ეს ვინ არის მიშა? აბა. რა საინტერესო დანა არის. არასივივისეული ზომებით იდეაში ცოტა აქ ესეთი დიდი დანები. ნუ კაი, ჩემი სტილი და ჩემი ხასიათი არ არის, მაგრამ სიმართლე გითხრა, ძალიან შთამბეჭდავი დიზაინი აქვს, ერგონომიკა კარგი აქვს, გახსნა დაკეტვა. კაია CV რა. წერა კითხვის, სტილზე მირჩენია მეთქი, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად არის, კი ბატონო. და არის ეს რა არის ტარი ხო არის? ჯიათი. ესეთი ჯიათია? შრედით კარბონი, ბოდიში. შრედით კარბონი, ანუ დაკუცმაცებული კარბონი უნდა იყოს ეგ. ძალიან კაი. ჩვენმა ერთმა ქართველმა ოსტატმა დღეს ძალიან საინტერესო პოსტი დაწერა Facebook-ზე, რომ კარბონიო ქართულათო როგორ თარგმნოთო რა და ეგ რაც შევედით დისკუსიაში, შევჯერდით ორივე რომ იდეაში კარბონი არის საერთაშორისო სიტყვა და არ ჭირდება მოკლედ ასე ვთქვათ. თარგმნა არც მე ფიქრია არ არის. კაი, შენი ერთდანა არის მიხელი. კაი სიახლეები გქონიათ. ნამდვილად და არ წაიღო შორს ეგ დანამ, იმიტომ რომ მოდი აი ამ დანასთან ცოტა სიახლოვეს იყოს. მართალი ხარ, ჩემი დანა წვეტი გასალესი აქვს. მომჩადე. ნახე, ქვემოდანაც რო კარგად იხსნება. კი ბატონო, დოლი აი მოგეს კარგად აქვს გაკეთებული. და აი, კაი. მეორე მოდელი Tactic Oryx-ი, ამასთან ახლოს იყოს, მოდი ეს დანაც. დიზაინერი ყავს ამას მიშა? არა, CV-ია, ესეც CV-ია, რასაც გაძლევ ახლა. კაი, ამბიციური დიზაინებია. კითხვა. აი ეს დანა, ახლა არ თქო ვის გავს? კი ბატონო, ვის გავს და კაი უნდა მიხვდე რა. უნდა აი, მოდი რითი მიხვდე, იცი? აი ამით, შიდა ლინზით და ტაქტიკურობით. ეხლა მე გამახსენდა ის EMP რო არის, თუ რა შენ ახლა მაგიჟებს, ბიჭო. რა EMP, რეკონი გიჭირავს CV-ის გაკეთებული ფაქტიურად ხელში. რანაირი რეკონია მიშა ეს? აქ ხო გვაქვს. მართლა ზუსტად კი არ იღებენ, რა ქვია, ეგრე ყველა დანა ერთმანეთს გავს ახლა. არა, შინაარსობრივად მე ისიც თქმა მინდა, იცი, ანუ ცდილობენ, რომ იმ სეგმენტშიც შევიდნენ. ნუ პირიქითკენ არის, მაგრამ ტარი ვერ მივამგონე სიმართლე გითხრა. არა, მე ამ შემთხვევაში პირზე მაქვს ლაპარაკი და დაშვებებზე, რომ მე ძალიან უგას წავედი. ჩემი აზრით ცოტა იმისკენაც არის. მოკლედ რეკონია იდისი ოღონდ რა. შე რომელი EMP-ს იძახი? EMP არის რა ქვია, რაღაც ბოლო პერიოდი გამოჩნდა. მივხვდი, всё, კი ბატონო. ხო EMP-ია, ხო. EMP-ია. მგონი ეგ არის. Every man's pocket ესე იშიფრება EMP. რაღაცა ეს პირი ესე მივამსგავსი რა. უი, კი, ხო, იქ პროსტატ მაგასაც გავს ბოდიში. მართალი ხარ. არა მიშა. მართალი ხარ. მაგრამ არა, ნუ ეხა ეს რეკონია ძმაო, გეუბნები. და ჯი Tactic Oryx-ი დაარქვეს, რომ მიგანიშნონ, რომ ტაქტიკური ის გავაკეთეთო რა. ნუ სიმართლე გითხრა, არც ვამტყუნებ ესეთ ბრენდებს, რომ რაღაცეებს იღებენ
რაღაცა მოდელებისაგან და ძალიან საინტერესო დანებს ქმნიან. ახალი შექმნა ძალიან რთული არის დღესდღეობით. ყველანაირი ფორმა მოგონილია, ყველანაირი გეომეტრია მოგონილი არის რა და ეს რასაკაიფოთა აქვს, ამას გაკეთებული იმის გასაყრელი თუ გინდა რა და ამე რო იყოს იმასაც გახსნი რა. ჯიათია გაუძლებს. აბა ერთი ორივე ერთად ბიჭები როგორ გამოიყურებიან? ორივე კაიდან რომელს არჩევდი აქედან? მაინც იმას ავირჩევ. იმას? არა, მე ამისკენ რომ button lock-ი მირჩევნია ზოგადად. მე ძალიან მიყვარს აი ეს გახსნის მექანიზმი ეს. ხო, ის რაღაც ხელში მე ჩამიჭდა ის დანა. ამას კიდე რას სახიან? fuck flip-ი ხო მგონი? არ ვიცი. აი დღეს მოვიზინა ახალ თეორია. ხო, შეიძლება. შუა თითით ხო ხსნი? კი, აი გარვიცოდი. fuck flip. ლოგიკა არის. სხვა არაფრით არ გახსნათ. მოტორი შუა თითი ეგ არაფერი. თორე ბასრია, მჭრელია. ხო და აი ეს შევთვის ძალიან სახალი სვარი ხოლმე და მაგის ხარჯზე ამდანას ვარჯობინებდი. ესეც კარგია. შენ ამისკენ ხარ უფრო. ხო, მაგრამ მესამესკენ ვარ მე და მოდი აგერ ეს მომეცი, ეს მომეცი. და არა გვერი. ხო, მაგიტო გითხარი, ეს აგერ მაგ მაქაური არის. ტაქტიკორიქსი, ეგ მაქაური არის. აი ესე დავდოთ, მაგ დავტოვებ და ჩემი ფავორიტი CV-ვი არა მარტო ამ ჩამოსვლაში. აი, რასაც ეხლა ამ დანაზე ასე ვთქვათ, სიამოვნება მივიღე. იშვიათად თუ მე ესე მაგრად ვიკაიფებ ხოლმე დანებს. წესით უნდა მიხვდე რატოც დამევასა მე ესე მაგრად. აბა, ეს კუბიტი ხო? კი, კუბიტი. ეს ქონდა მე მგონი ადრეც ხო? ადრეც ქონდა. ეს დამოსკური არის. ჩვეულებრივი წითელტარიანი ქონდა, კი ბატონო. თუ შავტარიანი ქონდა. ეს რას გავს? ეკითხები აღარ დამისვა. რას გავს? შეიძლება მგონი. არასამს. ძალიან უცნაური შეხედულება გაქვს შენ პარასამზე. ეს პარასამს გავს? ხო რა გავს შენ აქ პარასამი? დამალა რა, ჯაღარს პარასამი აღარ არის, ახლა შეადაროს კაცს. პარასამის ის არის რა, ანუ ეს შენ დაკვირვებია ხოლმე, თუ კითხულობს, არა, დაკვირვებულ პირდაპირ ეგრევე ეგ ასოციაცია მაქვს, თორე კაი შეიძლება ვაფშე სხვა იმაზე გქონდეს არა. ასოციაციები მე მაქვს რა. ძალიან სუბიექტური არის ჩემი აზრით ეგ ყველაფერი. დანას რაც შეეხება საუ ყველა გაიდანა არის მიხელა კაც მოიტანე. სიმართლე გითხრა, სასარგებლო არის ჩემთვის ცოტა გადაჩვეული ვარ ესეთ დანებს რა და ძალიან ისეთებს მივეჩვიე. განა იმიტომ რომ რაღაც უბრალოდ ურთიერთობა უფრო ეგეთებთან მაქვს რა და ძალიან მაგარ დანები დამოჩილახია. ცხონებული რამე მგონი ცოცხალია მაპატიეთ შუმახერს ქონდა ნათქვამი რომ ანუ ამდენი სპორტი და ესეთი მაგ ფერარების და იმის მე ხანდახან პროსტა ვჯდები ვარ ჩემ აუდიშიო და შვეიცარია იტალიის ტუნელშიო ღამე დავდივარ რა და მაგით кайფობო რა ანუ იმას სხვა მუღამი აქვს რა. არა კარგები არის. მოკლედ 100-200 ლარის ფარგლებში ძალიან კაი საკოლექციო კაი CV-ვი 100-200 ლარის ფარგლებში არ არის. CV-ვი 200-300 ლარის ფარგლებში არის. კი ბატონო. ამ დამასკურებს ვინ უკეთებს ხო არ იცი? ან დამასკურები არის საერთოდ. თვითონ როგორ არ ვიცი? მარკას არ იძახიან. ეგრე ოფიციალურად არ იძახიან, მაგრამ როგორ არის იცი? ანუ ამათ ეხა შუაში აქვს და ეს 10 ხრომ 15 მოლიბდენ ანუ იმენა ვიჯიათი რომელიც არის. ვიჯიათი არის ჩათვალე ნიკელის და იმის აპკლატკით რა, რა ქვია. კაი, შვენიერი. ძალიან ისეთი ხარისხია რა. პირდაპირ აი არ მინდა რა ეს პროფესორობა გამომივიდეს, მაგრამ შორს არ არის ზიდია ისგან რა და დიდი შანსია რომ რავი. მე არ მგონია ზიდია ის ჩამორჩებოდნენ რამეში. აი ძალიან რა რითი უნდა ჯობდნენ. ხო, არ ვიცი. დამასკურები. ფინალისკენ გავედით ორი დანე დაგვრჩა ორივე ერთი ბრენდი არის და ეს ბრენდი მედანის გახსნიდან ამაზე არ გამაბრაზა კი არა და არ მაწყენინა უბრალოდ გიორგემ და უარი არ მითხრა და ეს არის რეალ სტილი. ბრენდი რომელიც მიყვარს ძალიან ხო იმის გამო რომ ჩემი ასე ვთქვათ თვალსაწიერით ეს ტიპები ბოლოსთვის სპეციალურად კი განსხვავებული ადამიანები კი არა და რაღაც სხვანაირად უყურებენ რა ჩემთან უფრო ახლოს არიან რა და ეს დანა არის CV-ვის შესრულებით ამის ფიქსი გვქონდა ჩვენ CV-ვის შესრულებით ფიქსი აბატონო ტორბე მაციე ტორბე იბატონო და გააკეთეს რეალ სტილთან ერთად იბატონო
ეხლა არ გაუკეთებიათ, ეს კაი ხნის მოდელი არის და ავი რეალობაში ხელში არ მქონდა დაჭერილი. სუმინდოდა. აი რაღაცა სალაშქრო სამზარეულო ტიპის და ტესტებიც მაქვს რა ნანახი რა საკაიფოდ ჭრის და ესეთია რა Mortal Kombat-ია. ჩემი აზრით ცოტა დაუფასებელი არის ეგ დიზაინერი, ძალიან მაგარ დანებს აკეთებს, მე რას ქონია შეხება კასტომთან არ ქონია შეხება CV-ს შესრულებით რაც მინახავს. ნამდვილად ეს არის გადადებულის მოხს კი. აი ეს რა ნაჯახივით რო. კი, ნაჯახი, ადრეც ვაქე თულში ნაჯახი ავიღე და გადავდე ჩემთვის და ძალიან რახან დიზაინერზე თქვი, ისი თქვა მინდა, იცი real style-ს აქვს აღმოსავლეთ ევროპელი დიზაინერები ყავს შემოკრებილი და ვინც ყავს, აი ხა შემდეგზე გადავალ. მართლა მაგარი დიზაინერები არიან ყველანი ძმა. ოჩახ real style-ს. აი ეს დანაღირს 250 ლარამდე. რაღაც 220, ანუ აი რავი, ამხელა ესეთი კაი საკაიფო დანა, რავი, ტორბეს დიზაინით. იცი რა, პირველად კასათი არის თან ავსტრიული ის არ არის, რა ქვია. პირველად მოგვს განცდა რომ დიზაინერის გამო რაღაცა დანას დავდებდი კოლექციაში, რომ სიმბოლურად იმ დიზაინერის ნამუშევარი მქონდეს თქო რა და აი პირველად მოგვს ეგეთი განცდა. სხვა არ მქონია ხოლმე რა, მაინც უფრო კასტომებისკენ ვცდილობ ხოლმე და ხარისხის შესრულების. გასაგებია, კი. ფოლადი კასათი. კი ბატონო. და ეს არის ეს დანა არის სუმცირე 2 წლის წინ გამოშვებული და კასათი რო იჟანგება და რაღაცებს რო თუ წესიერად ანუ გარემო პირობები არაფერი ესე არ იჟანგება. ეს დანა 2 წელი ნადებია. დარწმუნებული ვარ საწყობში. სიმართლე გითხრათ, ჯერ ვერ ამოხსენი კარგად ფორმულა, როდის რა ჟანგდება ხოლმე. ზოგი ისეც მოიტანს ხოლმე F380-ს და მეუნება რომ აი თავისით დაჟანგდა და ისეთი არაფერი არ გამიკეთებია და ზოგი ჟანგვადი L-Max-ი ვიყიდე და დაჟანგებული L-Max-ი ვიყიდე რა. დაჟანგებული. კი. დაჟანგებული. კაი, ნუ ეგ ცალკე თემა არის. ოჩახ real style-საც არ ჩამორჩება კაი, ჩემი მოდი, ბოლო დანა დღეისთვის და ეს არის ჩემთვის ავტორიტეტული რამოდენიმე აი იუთუბერი, რომელიც კარგ ტოპებს აკეთებს 2024 წლის ბოლოს ტოპ თანაფარდობა ფასი ხარისხის პირველ და მეორე ადგილებზე ზოგან პირველზე ეს იყო და მეორეზე აი ეს SRM-ი რო არის რა ლამინატით როა. SRM-ი? ჩვენ არ ქონია, მაგრამ ძალიან პოპულარულია. მოკლედ, მე ერთმნიშვნელოვნად ამას ვაყენებ ფასი ხარისხთან მიმართებაში 180 ლარი ღირს და აბატონო. ოსტაპა ჰილიც მო. ნუ სიმართლე გითხრათ, დღევანდელი ჩემი ფავორიტია თქო, მაგას არ გეტყვი. მე ვიტყვი ჩემსას, კი ბატონო, ოსტაფხელი მე ძალიან მიყვარს და ეს შესრულებაც აი ეს ოქროსფერები ძალიან უხდება და აბა ერთი არა კაი შესრულება რატო ამოწმებ ისაქს ლოგს პატარა ლუფტები აქვს ხოლმე და ვადარებ ხოლმე benchmade-ს რა იმიტომ რომ benchmade-ი ძალიან ძვირები ღირს და იდეაში მაგი არის საზომი რა აქის ლოქის რა მაგათი არის რა და იმას რო აქვს ხოლმე სხვები რამდენად ზუსტად შეასრულებენ და კარგად შეასრულებენ არა, კაი შესრულება. მოკლედ, აი აქ ეს მონოლითური შასი, ანუ ხო, ეს არის ძალიან მაგარი გადაწყვეტილება და რა. წინაზეც ხო ქონდა რაღაცა დანაზე იყო. იგივე ფირმის იყო, Real Steel საკრა იყო. ეს რატო აქ თუნდაც დემკოს გამოყენებული ბუშმანში, დუკ-დუკი, მერკატორი, ანუ ეს კონფიგურაცია გარანტიას გაძლევს, რომ ლაინერები არ დაიძრება და ლაინერებს ანუ ეგ მომენტი ხშირად აქვს რა, ანუ ზევით აიწევა, ქვევით ჩაიმოიწევა და მოკლედ ბიუჯეტურ სეგმენტში მით უმეტეს მყოფ ლაინერებს ხო საერთოდ. ხო და ამ საფასო კატეგორიაში მთლიანი არის. ლაინერებია ეგრე მთლიანად. კი ბატონო. ხო, ეგ ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა. ჩაძირული, ანუ ცეპკი ისეთი ჯიათით, ძალიან კარგი აქსისით, ნიტროვია რა თან რა ფოლადი რა და რავი, ნიტროვი 180 ლარად. აი, ნიტროვი ხო გაგილესავს. კი. მე მაგალითად ვერ ხვდები, ანუ რატო უყვართ, ანუ ნიტროვი უფრო კარგ ბევრ ვარიაციას გაძლევს ლესვისო და აი custom maker-ები Airwells და ნიტროვის ხშირად იყენებენ. რასაც უყურე მე გქონდა დასამუშავებლად თაგვილია. დასამუშავებლად თაგვილია. მაგიტომაც ნუ მაგაზე ცალკე ვისაუბროთ, მე ფოლადს რა პლუსები აქვს, მარტო ჭრა არ არის ფოლადი რა. კი ბატონო. ხო და მაგაზე ცალკე ვისაუბროთ. ელასტიურობა აქვს ისა. ყველა ძვირიანები რაც მახსენდება, ახლა მაიკლ ზიბას კაი 4-500-იანები ნიტროვიზეებს გაკეთებული. კი ბატონო. მე ბევრი ვნახე ნიტროვიზე, custom-ები და ავი. ამ დანას კარჩი ყიდულობ რა, უეჭველი ორი დანა მაქვს ახლა გადადებული, ერთი ეს არის რა.
ჩვენი ერთდან არის. მიხეილ, მადლობა მიხეილ. ჩემი აზრით ხანდახან ესე წამოაყოლე ხოლმე იქიდან, ჩემთვის სასარგებლო იქნება ამ ყველაფრის ყურება, იმიტომ რომ ცოტა დავეშვა ხოლმე ხანდახან. 1-2 დანა კიდე იმიტომ ვერ წამოვიღე რომ რაოდენობაში ხა 2 ცალი როგორ პროსტა ხალხი არ გავაღიზიანე, თორე 1-2 ისეთი სასწაული დანა იყო, ჩემი ფავორიტი CJRD, აი ესა. ეს ძალიან მაგარი არის და ის კორგი რო იყო გოსტის, კორგი ჩემი ფავორიტი არის. თან ჩემიც ეგ არის, ანუ მე ხაზი გაუსვი ეს ფასი ხარჯისთან მიმართებაში მაქვს, თორე ეს საოცარი რაღაცაა. CJRD და ვოსტიტი. კი ბატონო. კაი, ნუ ზეტეზე არ ვიტყვი ხარ, ზეტე პრემიუმდანაა ეს, პროსტა სიახლის პონჩი შემოვაგონე რა, თორე. მოკლედ, დავემშვიდობოთ. ძალიან მომავალ ვიდეოებამდე და გამოვიწეროთ ძმებო და დებო არხი. აბა მომავალ ვიდეოებამდე. მადლობა ყურადღებისთვის.